მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსდობენ. მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ვარ და დღეს ჩვენ საუბრობთ უახლოესი ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. საუბარია 13-19 ივლისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე, როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის, სწორედ ამას შევეხებით უპირველეს ყოვლისა და საერთოდ ენერგიები რასაკვირველია. მოდი დავიწყოთ რით. დავიწყოთ იმით, როგორ იქნება ეს კვირა ენერგეტიკის კუთხით. ანუ რა ენერგია მოდის სამყაროდან, კოსმოსიდან, რას გვიქადის იგი ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ ეს კვირა. პირველი ნაწილი ეს არის პერიოდი 16 რიცხვამდე, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, მართალია უკვე აღმავლობაზე ადის, მაგრამ ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ კვირის პირველ ნახევარში სირთულეები იქნება მეტი. ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეეხება თავისთავად, ხოლო მეორე ნახევარი კვირისა იქნება უფრო უკეთესი, იმიტომ რომ დედამიწა უკვე აშკარად პოზიტიურ ენერგოველში გადავა და აქედან უკვე დაიწყება უფრო მეტად აღმავლობის ტენდენციები, რასაც იგრძნობს ნებისმიერ თქვენთაგანი. იმიტომ როგორც კი გადადის, ასე ვთქვათ, დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში, მაგალითად ამ დროს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის უმჯობესდება. აქ მაგალითად უფრო მეტად შესაძლებელია მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 24 რიცხვამდე მაინც ეცადეთ, რომ არავით არის ზედმეტი სერიოზული მოლაპარაკებები, არავით არის ხელშეკრულებები, არაფერი ახალი არ შეიძინოთ, არავით არის, ასე ვთქვათ, ზედმეტი ახლა მოგზაურობები, იმიტომ რომ შეიძლება შეიქმნას 1000-ნაირი სირთულე. და ნუ მე ანის ნიფთი არ გამოგადგეთ, რაც იყიდეთ, ან მოილაპარაკებთ და ეს მოლაპარაკება მე არ იმუშავებს, ისე როგორც ხელშეკრულება და ასე შემდგომ, აქ ჯობია ძველი საქმე დაასრულოთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო ამ პერიოდებისთვის არ დაგეგმოთ 24 რიცხვამდე მაინც. მაგრამ რაც შეეხება ამ კვირას, მაგალითად, მაინც 16 რიცხვიდან შესაძლებლობები პოზიტიური ყველას ექნება მეტი, ვიდრე იქამდე პერიოდში. თუ დედამიწის ვიმეორებ პოზიტიური ენერგოველის გარდა, ჩვენ პირველ ნახევარში კვირისა, ანუ კონკრეტულად სამშაბათს 14 ივლისს გვაქვს ახალმთვარეობის მძიმე დღე. და აქ ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი ნახევარი კვირისა 16 რიცხვამდე ცოტა რთულია. ახალმთვარეობა იცით კვირას ნიშნავს, კიდევ ვისაუბრებთ ამაზე, აქ ყოველთვის დაძაბული ენერგიები მეტია, პრობლემები, სირთულეები, წინასწარ განუსაზღვრელი სიტუაციების წარმოქმნის ტენდენციაც ყოველთვის მეტია და ყოველთვის ჯობია, რომ აი ესეთი პერიოდები ფრთხილად გავიაროთ, თან დედამიწა კიდე არ არის პოზიტიურ ენერგოველში. ამიტომ 16 რიცხვიდან უფრო გავადვილდება, ასე ვთქვათ, ცხოვრება, საქმიანობა და ასე შემდგომ. თუმცა საერთო ჯამში ვიმეორებ 24 რიცხვის მერე უფრო მეტად იქნება შესაძლებელი ახალი იდეების რეალიზაცია და სხვა შორის ტექნიკაც 24 რიცხვის მერე უკეთ იმუშავებს. აი ესეც გავითვალისწინოთ. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს და რა ტენდენციებია მოსაუდნელი მათთან მიმართებაში, ასე ყველა დავიწყოთ ვერძით პირველი ნიშნიდან პირველი ნახევარი ვიმეორებ კვირისა, ყველასთვის აქტუალურია ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეთ. პირველი ნახევარი კვირისა უფრო რთულია 16 რიცხვამდე, აქ ტონუსი ცოტა დაბალია, ასე აღნიშნოთ, რომ აქ შეიძლება ნდობის ფაქტორი იყოს დაბალი, როგორც ახლობლებთან, ასევე დაუშვათ იქ სამსახურებრივ სფეროში, შემოქმედებითი კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგან, ზოგიერთ საიდუმლო ინფორმაცია შეიძლება გახმაურდეს და ამასთან ერთად საყოფაცქურო პრობლემებად შეიძლება ეჩინონ თავი, რაც შესაბამის ფინანსებთან, ძალისხმევასთან იქნება დაკავშირებული. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან, რომ ამას აქ მე არ მოყვეს რაღაც სახის უსიამოვნებები. იმიტომ რომ მეორე ნახევარი უკვე უფრო სასიკეთო ცვლილებების მატარებელი იქნება. მეორე ნახევარში მაგალითად უფრო მეტად თქვენ იგრძნობთ, რომ დახმარება მეტად მოდის კოლეგების მხრიდან, მეგობრების მხრიდანაც კი შეიძლება მოულოდნელი პრობლემების, მოულოდნელი გადაწყვეტის გზები იპოვოთ, რაც იქნება ასევე მნიშვნელოვანი და მოდი ეს თქვათ უფრო ფილოსოფიურად მევდგებით კორუფციულ პრობლემებს და არა ისე მძაფრად როგორც ახლა. და ამიტომ მეორე ნახევარი უფრო მეტად სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. ამიტომ თუ რაღაც მაინც გინდათ მნიშვნელოვანი განახორციელოთ, ჯობია რომ ეს ყველაფერი მეორე ნახევრისთვის გაითვალისწინოთ კვირისა. პირველ ნახევარში არა. ახლა მithumet ეს ახალმთვარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს სამშაბათს, მოგეხსენებათ, ახალმთვარეობიდან იწყება აღმავალი ფაზა მთვარის. ამიტომ მე ყველას ვეუბნები, რომ თუ გაქვთ რაღაცა, ესე დაგეგმილი რაღაც მნიშვნელოვანია საჭიროდ გასაკეთებლად რაღაც თუ მაინდა-მაინც ისევ ჯობია ახალმთვარეობის მერე ეს განხორციელდეს და არა ახალმთვარეობამდე. აი ახლა პირიქით 16 რიცხვამდე უბრალოდ
მოხსოვს 14 რიცხვამდე ახლა იმედა დღეს ხვალ დაამთავრეთ ძველი რაღაც საკითხი თუ იყო ძველი პრობლემა, ძველი საქმე, ან ძველი ურთიერთობაც კი და უკვე ნახევარების შემდეგ უპირატესად ჯობია 16 რიცხვიდან უკვე შეგიძლიათ უფრო მეტად რაღაცა განახლებაზე იფიქროთ, რაღაც ახალზე იფიქროთ და ასე შემდგომ. ეს ყველას ეხება და არა მარტო ერთს. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი კი არ უჩივის ჯანმრთელობა, ახლა მდგრადია კურო, აქტიური, ენერგიულია, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, მომთმენი, შეუპოვარია, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ჯერ კიდევ კვირის პირველ ნახევარში ცოტა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას გზავრობა, მოგზაურობის კუთხით, მოლაპარაკება ისე არ წავიდეს, როგორც თქვენს გსურთ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სასამართლო პროცესებშიც კი აღმოჩნდეს ჩართული, ყოველ შემთხვევაში რაღაც სირთულეების ტენდენცია მაღალია და ფეიკების ალბათობაც მაღალია, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ. მეორე ნახევარი უკვე 16 რიცხვიდან უკვე იგრძნობთ, რომ სტაბილიზაცია ხდება. არაერთი პრობლემა უფრო ადვილად განხორციელდება და გადაწყდება. ამასთან ერთად სასიამოვნო შეიძლება რაღაც ტენდენციები წარმოიქმნას თქვენს სახლში, სულიერ ევოლუციის პერიოდია და ამასთან ერთად აქ უკვე, მოდი ასე ვთქვათ, კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით და მგზავრობის კუთხითაც მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით უფრო სტაბილური და კარგია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღმოჩნდეთ, რომ პირველი ნახევარი ცოტა ყურადღებით ვიყოთ, აქ შეიძლება ზოგადად თქვენთაგანს მოუხდეს ცეცხლის დაბრუნება, ვალდებულებების შესრულება, აქ შეიძლება ახალი გეგმებით შეიქმნას, მაგრამ მათი განხორციელება ჯობია კვირის მეორე ნახევარისთვის გადადოთ. ამასთან ერთად მოუთმენლობა, კატეგორიულობა მატულობს პირველ ნახევარში კვირის, არის გამო შეიძლება ზოგიერთი ურთიერთობაც კი საკმაოდ გართულდეს და თან მოგიხდებათ ისეთი რუტინული ყოველდღიური საქმეების შესრულება, რაც ტყუპებს ნამდვილად არ უღურს. და ცოტა ეს ნევროზულობა საჩენს თქვენში. აი მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ მეორე ნახევარში ზოგიერთი იდეის განხორციელება უფრო მეტად იქნება შესაძლებელი. აქ მოდით ავნიშნოთ, რომ მეორე ნახევარში, ასე ვთქვათ, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს და სხვა სასიკეთო ცვლილებები წარმოიქმნას. თუმცა, იქამდე პირველი ნახევარია გასავლელი და აქ თქვენი კრიტიკის, ასე ვთქვათ, მოკრიტიკეები საკმაოდ ასე ვთქვათ განავითარებენ თავის კრიტიკულ გამოსვლებს თქვენს საწინააღმდეგო და ამითვისაც უნდა იყოთ მზად. მეორე ნახევარი ამ თვალსაზრისით შედარებით უკეთესია, თუმცა ახლა მოდით ესე ვთქვათ, რომ ესე ნუველოდებით, რომ 16-ში უცებ დაიწყება თქვენ ცხოვრებაში აღშენებლობა, უცებ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და 16-დან იწყება ეს პროცესი მხოლოდ. ანუ ამას მოგხსენებათ, რომ რაღაც ინერციული გარკვეული დრო უნდა, ხო, რომ ეს ნელ-ნელა აგორდეს უკვე სასიკეთო ენერგიები, სასიკეთო ცვლილებები და ასე შემდგომ. ამიტომ 16-დან უკვე იწყება აგორება სასიკეთოს, თუმცა ამის შემდეგი კვირას უკვე ყველასთვის უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ უკვე ეს სასიკეთო ტენდენციები უკვე თვალში საცემი გახდება მეტად. კერჩხების ზოდიაქოს რაც შეეხება რასკვლელი მთავარი ფავორიტი მაინც ამ პერიოდის არის კერჩხები, ენერგოტონუსი მაღალი, ჯანმრთელობა მდგრადი, ინტუიცია მშვენიერი, რომელზეც დაყრდნობით სწორ ჩონსაკეთებს სწორ ნაბიჯებს გავთ და არაერთ პრობლემასაც ადვილად გადაწყვიტავთ. ყოველ შემთხვევაში მოიტანხმოთ, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ადვილად ხვდებით, როგორც ორგანიზატორი, ლიდერი იქნებით ძალიან კარგი, გენერირებას მოახდენთ ძალიან საინტერესო ორიგინალური იდეებისა და მათ გამოყენებასაც მოახდენთ და მოდი ამშვით, რომ მეორე ნახევარი კვირისა კიდევ უფრო იღბლიანი იქნება თქვენთვის და აქ შეიძლება იდეების რეალიზაციაც უფრო მეტად მოახდინოთ და ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი პროფესიონალიზმი მაღალ დონეზე აიყვანოთ და სარისკო მოქმედებას თუ კარგად იქნება იგი გათვლილი, მოდით ესე ვთქვათ, იქნება გამართლებული აბსოლუტურად კვირის მეორე ნახევარში მეტად. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ლომებო ესე იგი, მაინც სამყარო გავფრთხილებთ თქვენ, რომ მაინც ეს კვირა ფრთხილად გავიაროთ, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. რატო? ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები, მოშორნეები ძალიან აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგო და ამიტომაც აქ შეცდომები არ დაუშვათ. შეცდომების, თუნებების ტენდენცია გაქვთ საკმაოდ მაღალი. თქვენ გადიხართ დაბადების წინა პერიოდს, ანუ ენერგოტონუსის დაბალია, ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, ნუ გადაიღლებით, ემოციური გაღიზიანება საკმაოდ მაღალია. პირველ ნახევარში მით უმეტეს უიღბლობაც იქნება მაღალი, არაფერი მნიშვნელოვანი აქ არ დაიწყო და არავითარ პარტნიორულ კონფლიქტებში არ ჩაერთოთ. ენასკბილი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით. მეორე ნახევარი კვირისა უკვე 16 რიცხვიდან ოდნავ, მაგრამ უკეთესია, იმიტომ რომ ჯერთ ნელ-ნელა ჯანი მოგემატებათ, ენერგოტონუსი ოდნავ, მაგრამ მაინც დაიწყებს გაუმჯობესებას. ამიტომ ცოტა უფრო იგრძნობთ, რომ მეტი გაქვთ ძალა, მეტია შრომისუნარიანობა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობები იქნება კარგი, მაგრამ მაინც კვირა ეთხოვს ყურადღებას განსაკუთრებით პარტნიორ
პარტნიორული ურთიერთობების მიმართ. იმიტომ რომ გინდათ საქმე, გინდათ ბიზნეს, გინდათ სასკვალო ურთიერთობებში, მაინც გარკვეულმა გაუგებრობებმა შეიძლება ამ კვირაში ჯერ კიდევ იჩინოს თავი. რაც თქვენ განეთხოვთ ცოტა მეტი დიპლომატიის, თავდაჭერის და სიფრთხილის გამოვლენას ამ ურთიერთობებში. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ჟანს, ეს ნიშანი არ უჩივის. ჟანსი ენერგიულია, შავმისნარიანი, ნებისყოფიანი, შარმიანი, მომთვანიც კი ბატონო, მაგრამ პირველი ნახევარი მაინც გარკვეული შინაგანი გაუცხოების ან შინაგანი მარტოობის შეგრძნებას იჩენს თქვენში თავს და ასევე ძველმა კონფლიქტებმა შეიძლება კოლეგებთან დაპირისპირებება, ნათესავებთან აკაც შეიძლება იჩინონ თავი. ეს პერიოდი მაინც არ არის სასურველი პირველი ნახევარი კვირის სამშვიდობო შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, დაუშვათ მგზავრობა მოგზაურობისათვის, ახალი საქმის ან ახალი სამსახურის დასაწყებად, ეს ყველაფერი 16 რიცხვიდან. თუ მაინც აქ შანსები წარმატებისა იქნება მეტი, უფრო გახსნილი ხდებით, აქ შინაგანი მარტოობის გზნობა უკვე აღარ შეგაწუხებთ, პირიქით შარმი მიზიდულობა მატულობს. და ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ არაერთი მშვენი გარკვეული საკითხიც უფრო ადვილად გადაწყვეტო და გარკვეული რეფორმატორული ცვლილებებიც კი ჩაატაროთ, გარკვეული რევიზია, მოდი ასე ვთქვათ, თქვენ სოხუმობაში, ცხოვრებაში, ფინანსებში და ასე შემდგომ. ამიტომ მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით უფრო სასკეთო და წარმატებულია. რაც შეეხება ახლა უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, სასწორებო პირობებში მოდით ავნიშნოთ, რომ პირველი ნახევარი კვირისა ცოტა ფრთხილად, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ მდგრადია, ემოციური გაღიზიანება მაღალია, საქმეთა უმრავლესობის დაძვრა ადგილიდან საკმაოდ რთულია და თუ დაიძრა, მერე უამრავ პრობლემებს, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებს შეეჯახება. პარტნიორებთან, როგორც საქმიან სასწავლო პარტნიორებთან გარკვეული დაძაბულობის ტენდენცია საკმაოდ მაღალია, მათი მხრიდან თქვენდამი მოთხოვნები იქნება ძალიან მაღალი, რაც თქვენ როზგლე გაღიზიანებთ და გარკვეულად თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს. აი მეორე ნახევარი უკვე 16 რიცხვიდან აქ უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს, უფრო კომფორტულად, შეზღუდვებიც ნაკლები იქნება და თქვენი საცოცხლო პოტენციალის დაიწყებს ნელ-ნელა მომატებას. საერთო სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვლება და აქ უკვე მეტი გეძლევათ საშუალება იმისა, რომ დაუშვათ პროფესიონალურადაც წახვიდეთ წინ, გაუმჯობესოთ ურთიერთობები როგორც პარტნიორებთან, ასევე კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში, რაც ასევე ხელშეუწყობს შემდგომ მათ შორის თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და კარიერულ განვითარებასაც კი. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ეგ პირველი ნახევარი მაინც ყურადღებით ვიღოთ, თუმცა მთელი კვირა თქვენ არ უჩივით ჟანს. ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, გარკვეულწილად ლიდერულია, კარგი ორგანიზებული მონაცემებია, გზემძლავრი ინტუიცია და ასე შემდგომ, ანუ შესაძლებლობები გაქვთ საერთო ჯამში საკმაოდ დინამიური და კარგი, მაგრამ 16-მდე გარკვეული წყალქვეშა დინებები ასევე იჩენენ თავს. ნუ მაგალითად მგზავრობის დროს შეიძლება რაღაც სირთულეები წარმოიქმნას სტროიმალი, მაგრამ მაინც რაც ნერვებს მოგიშლით. ასევე კონფლიქტების ალბათობა ერგვლიყობ ადამიანებთან ასევე მაღალია კრიტიკულობა თქვენში ძალიან მაღალია და თან სარკასტული გამოთქმები ერთად რასაკვირველია ფაქტობრივად გამოიწვევს დაძაბულობას ურთიერთობებში. მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. მგზავრობა გინდათ, მოგზაურობა გინდათ, კრიტიკულობა თქვენში აშკარად გაქრება და ეს პერიოდი რომ მსოფლიოსაც უკვე შესაძლებლობა უფრო მეტი გექნებათ კარიერული განვითარებისათვის, სოციუმში საკუთარი პოზიციების გასავითარებლად, ზოგიერთი იდეის მეტად რეალიზაციისათვის და საერთოდ უცხოელებთან აქტიური კონტაქტი უფრო ნაყოფიერი წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარში. შეიძლება აქ პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს უცხოელებთან და მთლიანობაში ეს გახდება მათ შორის ფინანსების მოზიდვის და სხვა საინტერესო იდეების რეალიზაციის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წინაპირობა. რაც შეეხება მშვილდოსნებო, პირველი ნახევარი კვირისა შეიძლება ფრთხილად, ერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ჯანმრთელობა არ მდგრადია, ემოციური გაღიზიანება სამაგიეროდ მაღალია და ამიტომ ცოტა დისკომფორტული პერიოდია, ეცადეთ რომ აქ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ პარტნიორებთან, გინდ საქმიან, გინდ სასწავლებელთან, რისი ტენდენცია აქ მაღალია ემოციური არასტაბილური ფონის გამო და ამასთან ერთად ავნიშნოთ რომ აქ სარისკო მოქმედებებს თავი დავანებოთ. აქ იდეური ცვლილებები შეიძლება იყოს თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის და ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება სასამართლო პროცესებშიც კი აღმოჩნდეს ჩართული. ყოველ შემთხვევაში ვეცადოთ რომ პირველი ნახევარი კვირისა გავიაროთ 7-დან და მეორე ნახევარში სიტუაცია დაიწყებს 16 რიცხვიდან თანდათან სასიკეთოდ შეცვლას. აქ ჯერტი უფრო ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება, მეტი ენერგია მოგეცემათ, უფრო შრომისმნარიანი გახდებით, უფრო თავის
თავისუფლად იმოქმედებდა საუბრობ მოგზაურობის კუთხითაც კი საკმაოდ კარგი პერიოდი ახალი შეიძლება მეგობრები გაიცნოთ ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ უცხოელებთან კონტაქტები იქნება უფრო სასიკეთო და უფრო პერსპექტიული ამ პერიოდში შეიძლება უცაბედად დამყარდეს ეს საინტერესო კონტაქტები ამივლინება უცხოეთში და ასე შემდგომ. ანუ მეორე ნახევარი უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენი საუკეთესოებების გამოვლენას და მეტად თქვენს წინსვლას და წარმატებებს. თხისკა ზოდიაქოს რაც შეეხება ჯანს იგი არ უჩევს. ჯანმრთელია, შრომისმუნარიანი, ეპისკოპიანი, ორგანიზებულია, დისციპლინირებულია, შეუპოვარია, კი ბატონო. ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ პირველი ნახევარი კვირისა მაინც ცოტა ეთხოვს ყურადღებას. რატო? იმიტომ რომ ზოგიერთი აქაც შეიძლება თქვენთაგანი აღმოჩნდეს სასამართლო პროცესების წინაშე. ან დაგჭირდებათ კომპეტენტური დახმარება, მხარდაჭერა ახლობლების მხრიდან, ნაცნობების მხრიდან. ეს პერიოდი პირველი ნახევარი არ ვარ გამგზავრობა მოგზაურობის კუთხით. აქ დაუშვათ თქვენი მოტყუების თელობა, რაღაც დანაკარგების ტენდენცია პირველ ნახევარში მაღალია. აი მეორე ნახევარში ეს ყველაფერი იცვლება. აქ მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ თქვენ აქ უფრო დიპლომატიური ხდებით ურთიერთობებში და ნაკლებად ხისტი, არა ისეთი როგორც პირველ ნახევარში კვირისა, უფრო ფრთხილი ხდებით მოქმედებისას და იღბალით საშკარად აქ გაგიღიმებთ. არაერთ პრობლემასაც გადაწყვიტავთ ამის შედეგად და მგზავრობა მოგზაურობის დროსაც ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება შეხვდეს დაუშვათ ახალ სიყვარულს, ან რაღაც რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება აღმოჩნდეს. აი ამ ხრივ დაუშვათ მეორე ნახევარი საერთოდ ჯამში მთლიანობაში გაცილებით უკეთესია. შემოქმედებითი კუთხითაც კვირის მეორე ნახევარი უფრო სასიკეთოა. პირველი ნახევარი უფრო კრიზისულია. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო პირველში მოიტანხმოთ რომ კვირის პირველი ნახევარი კატეგორიულად თხილად უნდა გავიაროთ, ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არ ამგრადი, ეცეთ არ გაცივდეთ. ასევე შეიძლება შეიცვალოს ნაცნობთა წრე. აღნიშნოთ ისიც რომ ეს ის პერიოდი რომ სულობისას ნუ იქნებით იმპულსური, ზედმეტად სულსტრაფი, ეს შეცდომებს დაგაშვებინებთ და ასევე მოიტანხმოთ რომ პარტნიორული ურთიერთობა ეთხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. გინდათ საქმიანი ბიზნეს, გინდათ პირადი, და რომ აქ შეიძლება გარკვეულმა დაძაბულობა მიჩინოს თავი, უკმაყოფილებამ და მატერიალური კუთხითაც პერიოდი პირველი ნახევრისა გაცილებით რთულია. იცოდეთ რომ ზედმეტ საყილებს აქ თავი არიდოთ. გაცილებით ნაყოფიერი წარმატებული იქნება უკვე 16 რიცხვიდან პერიოდი, როდესაც თვითარწმენაც მოემატებს თქვენში. ნელ-ნელა ენერგოტონუსი ამაღლდება, ან მოგემატება ჯანი, შრომისმუნარიანობა, ეპისკოპა, პრო ადვილი იქნება პრობლემების გადაწყვეტა, ურთიერთგაგების ზრდა, მოგცემთ საშუალებას რომ კონტაქტების ურთიერთობაც უფრო ნაყოფიერი იყოს და ზოგიერთი იდეის რეალიზაცია უფრო ადვილად მოხდება უკვე მეორე ნახევარში კვირისა. თევზების ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსს არ უჩევით, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, შარმიანი, მიმზიდველია და ძალიან ინტუიციურია. შეუძლია კარგი ლიდერული ორგანიზაციის წარმოჩენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, შემოქმედებითი საქმიანი ნიჭის დონარები საკმაოდ კარგად გამოვლენა. ამ ხრივ დინამიური პერიოდია და საინტერესოა და კარგია. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში პირველ ნახევარში მაგალითად შეიძლება სირთულეები შექმნას, მათ შორის შვილებთან მიმართებაში, სადაც მეტი სიფრთხილე ყურადღება საჭირო, შეიძლება ძველი შემოქმედებითი პროექტებისადმი დაბრუნებაც მოხდეს, თუმცა ფინანსურმა სირთულეებმა პარტნიორებთან შეიძლება პირველ ნახევარში კვირისა მეტად იჩინოს თავი. ეს ყველაფერი გაქარწყლდება კვირის მეორე ნახევარში. როდესაც მაგალითად გაცილებით უფრო სარფიან წინადადებებს მიიღებთ, შეიძლება ახალი სარფიანი საქმის ან სამუშაოს ან სამსახურის წინაშეც აღმოჩნდეთ, ზოგიერთ შეებნება საქმემოქმედო აქციებში და საგრძნობად აიმაღლებს თავის ავტორიტეტს და ამასთან ერთად შემოქმედებითი კუთხით მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. ეგრევე შვილებთან ურთიერთობა, სასკვალო კონტაქტებისთვის მეორე ნახევარი კვირისა გაცილებით უკეთესია და იღბალი მთლიანობაში უკვე მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მაღალი გექნებათ ყველა დონეზე. ამიტომ ის რასაც ვერ მოახერხებთ დავშვათ და რასაც ვერ გააკეთებთ კვირის პირველ ნახევარში, ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილად განვითარდება კვირის მეორე ნახევარში. ამიტომ თუ რაღაც არ გამოვიდა კვირის პირველ ნახევარში, ამაზე ძალიან ნუიდარდებთ და ამის გამო მით უმეტეს შეხვალთ კონფლიქტებში. ნუ რა ვიცი, თუ რა ფერში ნუ დაადანაშაულებთ, იმიტომ რომ მეორე ნახევარი ბევრ რაღაცას აქედან გამოასწორებს ურთიერთგაგების ზრდაც, თუ რომ მეტი იქნება საზოგადოებაში და შესაძლებლობები თქვენი ერთიორად მოიმატებენ. აი ეს 13-19 ივლისის შუალედის ასტროპროგნოზია ზოდიაქოს ნიშანთათვის და ახლა მოდით უკვე გადავინაცვლოთ ცალკეულ დღეებთან მიმართებაში. რაც ვიქადენ ეს დღეები და პირველ რიგში ხვალდაზე ეს ორი დღე ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას ორშაბათი და სამშაბათი. ნუ აი დავიწყოთ ორშაბათით. ხვალიდან, ანუ
13 ივლისიდან 30 ივლისამდე მძიმე ენერგიების ერთ-ერთი უთვლესი პლანეტა პლუტონის ენერგიის დაპირისპირება ასტეროიდ ქირონის და პლანეტა იუპიტერის ენერგიებთან მეტად წარმოქმნის სირთულეებს ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს. შექმნის დაძაბულობას სამთავრობო სტრუქტურებსა და საზოგადოების ნაწილს ან სოციუმს შორის, მოდი ასე ვთქვათ. რასაკვირველია, ყოველივეს მეტად განაპირობებს საზოგადოებაში მეტ დაპირისპირებებს და ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტებსაც კი. ეს ვიმეორებ ხვალიდან 13 რიცხვიდან ამ თვის ბოლომდე. და მოდით ავუშვათ, რომ თვითონ დღეს რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ორშაბათს მეტად გავფრთხილდით ზვერხასეულობა, საკონტროლო თქვენი ემოციები, საქმეებსა და ურთიერთობებს ნუ გარჩევთ. მithumetes ახალმთვარეობის წინა დღე აქ სუსტდება ცოტა ადამიანის აურა დამცავებელი და მატულობს ცოტა ზოგიერთში დეპრესიისადმი მიდრეკილება. მოსაუდნელია ხასიათცვალებადობაც. მოვერიდოთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ადამიანებში ცილის წამების ტენდენცია მოიმატებს. ანუ სხვას გულს ნოადგენთ. ხვალ, მოდით ეს ყველაფერი განსაკუთრებით გაითვალისწინოთ. ეს ყოველთვის საყურადღებოა, მაგრამ ხვალ განსაკუთრებით. და პარტნიორთადებაშიც ხვალ მოსაუდნელია მოულოდნელი ცვლილებები. ყველაზე კარგია ხვალინდელი დღე ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება 14 ივლისას უკვე სამშაბათი დღეა, მოდით ავუშვათ, რომ ორშაბათი, სამშაბათიც ორივე გეომაგნიტურია. ხვალ და ზეგ. ანუ გეომაგნიტური ციტრასტიშ და ესე იგი ამ დღეებში თუ რაღაცა ეგზანით დისკომფორტი, აუცილებლად წნევას მიაქციეთ ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა. ანუ ან წყავით თუ დაბალია წნევა აწევთ, იმიტომ რომ ხა სიცხეებია უკვე და ზოგიერთ წნევა ეცევა ამ სიცხესთან დაკავშირებით და თუ მაღალია პირიქით წამლებით ჩამოიყვანთ ნორმაზე და გაცლებით უკეთ იგრძნობ თავს. ეხლა ხვალ არა და ზეგ 14-ში სამშაბათს მიაქციეთ ყურადღება ასევე გეომაგნიტურ დღეს დღე არის თავისთავად და რა უნდა ვქნათ ვიცით, მაგრამ კიდე გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი სამშაბათს 13 საათიდან 45 წუთიდან 24 საათამდე გასტანს იგი და აქ რა არის რისხიფათია აქ მოდით ასე ვთქვათ მთვარის ზეგავლენა ნეგატიურად მოქმედებს ადამიანზე და მის ყურადღების კონცენტრაციის უნარზე. ამიტომ უყურადღებობამ შეიძლება იჩინოს თავი, რაც ძალიან შეიძლება იყოს არასასურველი და სახიფათოც კი, მithumetes ზღოლების, ქვეითატმოსფერულებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელსაც რაღაც სახიფათო საქმიანობასთან აქვს საქმე. ამიტომ ეღავით ყურადღებით, ვიმეორებ 14-ში სამშაბათს 13 საათიდან 45 წუთიდან 24 საათამდე ეცადეთ ყურადღება ზედმეტად არ მოადუნოთ. და მოგესალმებათ, რომ 14-ში სამშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა. ანუ მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება ხდება კერჩხების ზოდიაქოში. რას განაპირობებს ეს მეტად ადამიანებში? აგრესიულ, დეპრესიულ გამოვლენებებს, ხასიათისა მეტ კონფლიქტებს, სხვადასხვა თუნებებს, შეცდომებს, ტყუილებს, ტრავმაულ ტენდენციებს, შელებელია ჯანმრთელობის გაუარესებაც მოხდეს და გავითვალისწინოთ, რომ განსაკუთრებით საყურადღებო იქნება კუჭნაზლავის ზონა. ანუ საკვებს მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება და მithumetes არ იყოს ეს საკვები, რომელმაც შეიძლება მერე ინტოქსიკაცია ან სხვა სახის პრობლემები გამოიწვიოს. ეს ეხება ასევე სასმელებსაც. ხასიათცვალებადობამ შეიძლება მეტად იჩინოს თავი, ამიტომ სამშაბათს არ გაიკვირდეთ თუ ამდაგვარი ტენდენციები იჩენს თავს. პიკი ახალი მთვარისა 14 ივლისს სამშაბათს მოდის 13 საათზე და 45 წუთზე. აი აქ განსაკუთრებულად. და აკონტროლეთ რასაკვირველია თქვენი ემოციები, არ აყვეთ არანაირ პროვოკაციებს. პარტნიორთადებებში შესაძლებელია სამშაბათს გაიხსნას გარკვეული საიდუმლო, თუმცა ამავდროულად ადამიანებში მოიმატებს ამ დღეს ეჭვიანობა. კარგია აქ ლოცვა, ილოცეთ და დალოცეთ ასევე სხვებიც. გავიაროთ ეს პერიოდი ფრთხილად, არაფერი ახალი მიშვანის სარისკო, არავითარი ზედმეტი მგზავრობა, მოგზაურობა და ამავდროულად ამ დღისთვის არ დავნიშნოთ. ყველაზე კარგი იქნება სამშაბათი კუროს, კერჩხების და თხისქა ზოდიაქოს ნიშანთათვის. ისინი შედარებით უფრო კარგად გადაიტანენ ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს და არ აყვებიან პროვოკაციებს. რაც შეეხება 15 ივლისს, ეს უკვე არის ოთხშაბათი დღე. აქ დაპირებები აუცილებლად უნდა შეასრულოთ ამ დღისა, გამძაფრდება ბრძოლა ძალაუფლებისათვის, ახალი გეგმები უნდა იყოს გასაიდუმლოებული. ხოლო მატერიალიზაცია ოთხშაბათს გართულდება. სამაგერად კარგი დღეა სწავლისთვის, კულტურულ გასართობ ღონისძიებებისათვის, საბავშვო ზეიმებისთვის. იგივე დავთქვათ, ისეთ გავითვალისწინოთ, რომ ფარული სიყვარული ოთხშაბათს გამშავდება ადვილად. მოდი ესეც ავრიშოთ, რომ უკვე სამშაბათი, ოთხშაბათი
და ნაწილობრივ, მოდი ასე ვთქვათ, პარასკევი განსაკუთრებული ყურადღება გულსიზარღვან სისტემას. ანუ სუსტდება გულის ზონა, ამიტომ არავითარი გადაღლა, არავითარი სიმძიმეები ზედმეტი, არავითარი უხაერო სივრცეები და არავითარი სოლარიუმი, საუნა, აბანო და ის რაც ყველაფერი ამძიმებს გულს, აი ეს ყველაფერი მოვაშოროთ ამ დღეებში და ცოტა ასე ვთქვათ, უფრო მშვიდად გავიაროთ ეს დღე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში 15 ივლისს ან 4 შაბათს სასურველი არ იქნება ნურაზუკელა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. და პოზიტიურია 4 შაბათი ვერცხლისთვის და ტყუპებისთვის. რაც შეეხება ახლა უკვე 16 ივლისს, ეს არის ხუთშაბათი დღე, გეომაგნიტურია. ესე იგი, იცით რა უნდა ქნათ. თუ იგზავნით რაღაც დისკომფორტი, თავის ტკივილი ან რაღაც ამდაგვარი, გონებობა, პირველ რიგში ესე იგი იზომავ წნევას და თუ არის წნევის პრობლემა, ესე იგი იცით რა უნდა ქნათ. ან ყავა თუ დაბალია, ან წამალი თუ მაღალია წნევა და მოიყვანთ ნორმაზე და უკეთ იგზნობ თავს. მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდით 16-ში ხუთშაბათს გვაქვს 2 საათზე იწყება ღამე და 28 წუთზე და გასტანს 24 საათამდე. ანუ თითქმის თელდეილი დღე და ღამე, მოდი ასე ვთქვათ. ხო, ესე იგი, ძალიანად ადამიანებს მარტებთ არ მოდუნება ყურადღებისა, როგორც ღამე, ასევე დღე. იმიტომ რომ ოდნავი მოდუნება ყურადღებისა შეიძლება დასრულდეს ტრავმულ-ავარიული ტენდენციებით. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ყურადღება და მძღოლებს და ქვეით ატმოსფეროლებს ორმაგად ამ პერიოდში. და ხუთშაბათს და საერთო ჯამში იწყება სასიკეთო ტენდენციები, მაგრამ მაინც აქ ჯობია რომ ახალი საქმე ჯერ არ დაიწყოთ, თუმცა აქტიურად იმუშავეთ, კი ბატონო და იმოქმედეთ. მოიმატებს ხასიათში ცოტა ზედმეტი ამბიცია, აგრესია, კამათისადმი მიდრეკილება, თუმცა უმდროულად ჩომისწინააღმდეგობა ნელ-ნელა დაიწყებს გაზდას. ნუ მეაქცევთ ყურადღებას ხუთშაბათს ჭორებს, აერიდეთ თავი უსიამოვნო შეხვედრისაგან. და ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული სხვათა მიმართ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ესე გულსიზარღვანი სისტემა, ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხუთშაბათს არ იქნება სასურველი და ყველაზე კარგია ეს დღე ლომის, სასტორის, შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე პარასკევი ეს გვაქვს ჩვენ უკვე 17 რიცხვი ივლისისა. ჯერთი ეს დღეს გეომაგნიტურია და ამიტომ იცით რა უნდა ქნათ, თუ რაღაც დისკომფორტს იგრძნობ, წნევას იზომავ და შესაბამის პროფილაქტიკით მოყავთ ეს რიგში ორგანიზმი, ღამის საათებით ხვენ ყურადღებას, ღამის პირველი საათიდან დილის 4 საათამდე, 8 წუთამდე აქ ზედმეტად უნდება ყურადღება ადამიანებში, ამიტომ ქვეით ატმოსფეროლებს ზღოლებს აქ მართებთ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ ნახევარი ქალაქი ღამე დადის, როგორც მე ვატყობ მანქანით და ამიტომ ყურადღება საჭირო. და პარასკევს 17-ში განთავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. ნუ იქნებით ზედმეტად ზედაპირული აზროვნებისას, არ აყვეთ ჭორებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა აქ ჯერ კიდევ არის. მაგრამ მთლიანობაში დღე კარგია მაგალითად ახალი შეხვედრებისათვის, ახალი ნაცნობობისათვის, ეცეთ დაიცვათ შინაგანი სულიერი წონასწორობა. ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი პირდაპირი მეტრულმანე, მეტი დიპლომატიურობა გამოავლინეთ. და სამაგეროთ ეს დღე კარგია დალაგებისთვის, დასუფთავებისთვის, კოსმეტიკური პროცედურებისათვის, კი ბატონო, საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაწყვეტად. ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტდება ნაზლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ეს კარგია პარასკევი ქალწულის, თხისქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. და არჩენ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ ცოტა ხანში, იმიტომ რომ მოგვისწროთ ჩვენ სარეკლამო ტიხარმა, ცოტა ხნით გავალთ რეკლამაზე, მალე შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ დარჩენ თემებზე ამ კვირისა ჩვენს ეთერში ამჯერად რეკლამა. ჩვენ ეთერში ვართ, ტელეკომპანია კავკასია, პროგრამა ვარსკვლავები გვანცნობენ და საუბრობთ 13-19 ივლისის შუალედში მინარე ასტროლოგიურ პროგნოზზე, რაც გვიქადიან ვარსკვლავები, როგორია პლანეტების განწყობა და საუბრობთ უკვე კონკრეტულად ცალკეულ დღეებზე. ნუ სანამ მათ გავაგზავნებთ, პირველში კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მათ ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, დაგვიკავშირდით შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. ჩვენ კიდევ ამ თვის ბოლომდე ვიმუშავებთ
მერე უკვე გავალთ დასასვენებლად, ამიტომ შეგიძლიათ კიდევ ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, განახორციელოთ ვიზიტი ჩვენთან და ვისაუბროთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, ვნახოთ თქვენი კოსმიური მისია და დავსახოთ ის გზები, რომელიც უფრო მეტად მიგიყვანთ წარმატებასთან და შინაგან ბედნიერებასთან. და აქვე მოდი აუნიშნოთ ისიც, რომ ესე გამოსულია ჯერ კიდევ გაყიდვაშია ჟურნალის შენი ჰოროსკოპი. მოგეხსენებათ, აქ თქვენ გაქვთ უამრავი ინფორმაცია, მათ შორის ფაქტობრივად ეს არის ერთი წლის ასტროლოგიური პროგნოზის სფერო, იმიტომ რომ აქ თქვენ გაქვთ 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის ყველა თვეში კარგი და ცუდი პერიოდები, ამის აღნიშვნა, თავის პლუს-მინუს დღეები და შემდგომ აქ არის მფარველი ანგელოზის წარმატების დრო. ესეც აქ არის აღნიშნული და ბევრი სხვა საინტერესო საკითხი. ესე გვიმეორებ ჟურნალში შენი ჰოროსკოპი. მაგრამ არ აგერიოთ ეს ჟურნალ უბრალოდ ჰოროსკოპთან. ანუ ჟურნალი ჰოროსკოპი მოგცემთ ასევე არანაკლებ ინფორმაციას, აქ თქვენ გაქვთ გრაფიკული გამოსახვით ამ წლის პოლიტიკური პროგნოზი და ამის გარდა შეგნით თქვენ იცით რა გელოდებათ 2026 წლის ასევე პროგნოზები, როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისად, როგორ იქნება ეს წელიწადი მათთვის. აქვე გაქვთ თქვენ დედამიწის გეომანტია, ასევე გრაფიკული გამოსახვით. რა პერიოდებშია მაგნიტური ქარიშხლები, როგორ მოქმედებს, რა უნდა ვქნათ ამ პერიოდში, ეს როგორ მოქმედებს დედამიწაზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, ყველაფერი აქ გაქვთ აღწერილი. ამის გარდა გაქვთ რასაკვირველია ყოველდღიური ასტროპროგნოზი. თვარის პოზიციის მიხედვით და შიგნით უკვე თქვენ ამ ჟურნალში გელოდებათ. ბიზნეს შემოქმედებითი და სასკوارლო ასტროლოგიური კალენდარი თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით წლის განმავლობაში. აქვე გაქვთ სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც არის აღნიშნული ეს დღეები, რომლის ველობისას ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარება ამა თუ იმ ორგანოზე სასურველი არ არის და ამით დაიწყებთ თავს არასწორ დროს ოპერაციის ჩატარებისაგან და აქვე გაქვთ რასაკვირველია კალენდრები, დიდი და პატარა. ეს არის პატარა ჯიბის კალენდარი ცალკეულ ერთ ზოდიაქოს ნიშანზეა გათვლილი 12-ვე თვის განმავლობაში დადებითი და უარყოფითი დღეები. ახალი მთვარე, სავსე მთვარე და მათი მნიშვნელობა. ოღონდ თუ დავუშვათ გინდათ ასეთი კალენდარი რაღაც სამუშაო ჯგუფისთვის ან თქვენი ოჯახისთვის, აი ამისთვის არის საოჯახო დიდი ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დღეებია გათვლილი კარგი, ცუდი და ახალმთვარე, სავსემთვარე, მათი მნიშვნელობა ახსნილია ეს ყველაფერი 12-ვე ნიშნისთვის და ნუ იქნებით ამ ინფორმაციით რასაკვირველია გაფრთხილებული, შეარაღებული, კარგ დღეებში დანიშნავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, შეხვედრებს, დაუშვათ ახალი იდეების რეალიზაციას და ცუდ დღეებში ამას არ იზავთ და ამით რასაკვირველია უფრო მეტად იქნებით წარმატებული. ეს ორივე, ესე იგი ჟურნალი შენი ჰოროსკოპი და ჟურნალი ჰოროსკოპი ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეიძინოთ ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში, ნუ ქვეყნის ასე ვთქვათ მასშტაბით. მაგრამ ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი მიიღოს სახლში მიტანით, დაუკავშირდით ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და მიიღებთ ამ ლიტერატურას ინფორმაციას სახლში მიტანით. ეხლა გავაგზავნოთ ჩვენი ასტროლოგიური საუბრები, ჩვენ ესე ვსაუბრობდით თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე, თითოეულ დღეზე, უბრალოდ შემდეგი კვირისა და შევჩერდით შაბათის დღეზე. შაბათი ეს არის 18 რიცხვი ივლისისა და მეაქცევთ ყურადღება წვრილმანებს. ყველგან და ყველაფერი შესაძლებელია მოიმატოს თავდაჭერებულობა ადამიანებში კომუნიკაციის ნაკლებობა ზოგჯერ იჩენს თავს. ამ დღეს და არ შეგეშინდეთ ამისი, ეს მალე გამოსწორდება. სამაგერად კარგია საბუთების მოწესრიგება, უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება, პარტნიორთებაში ცოტა მოიმატოს პირდაპირობა, ზოგჯერ კრიტიკულობა, წვრილმანებისადმი მიდრეკილება, წყენა, გაბუთვა, ეს ტენდენციები შეიძლება უფრო მეტად გამძაფრდეს და აღნიშნოთ, რომ შედეგიანი შაბათს თვალების, ტერფების, ლიმფური და ნერვული სისტემების კურნალობა. კარგია დალაგება და სუფთაება და მაგალითად ქიმწმენდა, ვისაც განზრახული, შაბათს ძალიან კარგად ჩატარდება ეს ყოველივე. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი კუროს, კერჩხების და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. და გადავინაცვლოთ უკვე კვირა დღესთან 19 რიცხვია ჩვენი შემდგომი გადაცემის დღეა და სხვა წინ მინდა დავანონსო, რომ შესაძლებელია აი ამ დღეს დავასრულოთ კიდე ჩვენ უკვე მე სადღაც სექტემბრამდე
გადაცემები, თუმცა ამას უკვე შემდეგ კვირას მოგახსენებთ, იმის და მიხედვით სიტუაცია როგორ განვითარდება და 19-ში რა ხდება? მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს ღამის 2 საათიდან 14 წუთიდან დილის 9 საათამდე. გასტანსიგი და ამ პერიოდში იღავით ყურადღებით, იმიტომ რომ დუნდება ზედმეტად ყურადღება და ამიტომ ქვეითად მოსწავლეებს და ასევე მძღოლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ამ პერიოდის სრულობისას. სინდესიანათი მოქმედეთ, დაერდანით ინტუიციას, გამახვილდება ხასიათში ემოციურობა, მგზნობიარობა, ამიტომ კარგი დღეა კონტაქტებისთვის, მეგობრობისთვის, დიზაინის შესაძლებლად, შემოქმედებითი მუშაობისათვის, წვეულებისათვის. პრობლემები უფრო დიპლომატიურად ეცადეთ და მშვიდობიანად მოაწესრიგოთ. სიყვარულისთვის საჩუქრის საკმაოდ კარგი დღეა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელების ზონა. მოდით აქ ასე ვთქვათ, შემდეგ კვირას მიიღებთ ალერგიის გამოწვევ პროდუქტებს. ზედმეტი სითხე და ზედმეტი მარილიც არ იქნება სასურველი ორგანიზმისთვის. ყველაზე კარგია ეს დღე ვერცხლისთვის და ტყუპებისთვის. ეს მოკლე ინფორმაცია შემდეგ კვირასთან დაკავშირებით. ახლა მოდით ნახოთ ცალკეული სხვა ტენდენციები 13-19 ივლისი. ესე იგი, რა არის აქ მოსაოდნელი? მაგალითად 13-დან 17 ივლისის ჩათვლით, ვინც ბიზნესშია ჩართული, ფინანსებთან აქვს საქმე, მათ საყურადღებოდ ვთქვათ, რომ მაქსიმალურად აქ არ აიღოთ არავითარი ვალი და არავითარი კრედიტის გაფორმება. ამისთვის ეს დღეები არ ვარგა. ხოლო 18-19 რიცხვი არ ვარგა ერთობლივი ბიზნეს პროექტების დასაწყებად. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. მგზავრობის კუთხით 13 რიცხვი არ არის სასურველი, მოდი ასე ვთქვათ, ისეთი მოგზაურობისთვის, რომელიც რთულ რელიეფს გულისხმობს და მაგალითად მთაში გიწევთ დაუშვათ ყოფნა, თან მარშრუტი კიდე კარგად არ იცით. აი ამ ხრივ ცოტა მოდით ყურადღებით ვიყოთ 13-ში. 14-დან 18 ივლისის ჩათვლით რაღაცა ისეთ ვარ წავიდა მგზავრობის დროს როგორც თქვენ გქონდ განზრახული, პანიკაში ნუ ჩავარდებით, მოთმინება და ძალიან მალე ასე ვთქვათ, ყველაფერი დალაგდება და დაზგნარდება. ხოლო 19-ში შემდეგ კვირას მაინც ძალიან მაღალია ტრაუმატული ტენდენციების ალბათობა. ამიტომ თუ ახლა გადადება არ შეიძლება გზავრობისა, მაშინ იყავით ორმაგად თხილი წინ დახედული ყურადღებიანი საჭესთან. ამას მიაქციოთ ყურადღება. რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს, 13-დან 17 ივლისის ჩათვლით, ზედმეტი ემოციის ფონზე ნუ მიიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას. ეცადეთ რომ პროვოცირება არ მოახდიოთ პარტნიორისა. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. ერთ სიტყვით, აი ეს თვისებებით თქვენ ყურადღებას თუ არ გინდათ რომ ამის შედეგად კონფლიქტები შეიქმნას. აი 18-19 ივლისი ძალიან კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის და ასე შემდგომ. აქ შეგიძლიათ გაუმჯობესოთ ურთიერთობა, ახალი კონტაქტები დამყარდეს, ან დაუშვათ ბაემნისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია. აი ამ თვალსაზრისით ეს პერიოდი უდავოდ კარგია და შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ. ვისაც განზრახული მკურნალობის დაწყება, მათ საყურადღებოდ მოდით აღვნიშნოთ, რომ კარგია 13, 15, 17 ივლისის დღეები მკურნალობის დასაწყებად არ ვარგა 18 რიცხვი და 14-შიც შევიკავოთ ცოტა თავი. რაც შეეხება მოგზაურობას, ნუ უკვე აღვნიშნეთ ამასთან დაკავშირებით, ხოლო სამსახურის შეცვლა ვისაც განზრახული 13-16 ივლისის დღეები გამოვიყენოთ, 14-18 არ გვინდა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება 13 და 16 ივლისის დღეები, არ ვარგა 14, 18, 19 ივლისის დღეები. ქორწინებისთვის როგორც აღვნიშნეთ, ესე იგი 18, 19 და სხვა შორის 17 რიცხვიც კარგია. მაგრამ 14-ში თავი შევიკავოთ. ბინის ყიდვა, გაყიდვა, ახალ ბინაში გადასვლა 13, 16, 17 რიცხვები კარგია, 18, 19 ივლისი არ ვარგა. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის 17 ივლისი ჯობია ყველას. 13, 14, 18 ივლისი არ ვარგა. სხვილი საგრძელებისთვის გამოიყენოთ 15 და 17 ივლისის დღეები. არ ვარგა 13, 14, 16, 18, 19 ივლისის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 17 ივლისი. არ ვარგა 14 და 18 ივლისის დღეები. ეს რაც შეეხება ამ შევონ საქმიანობას. ეხლა ვისაც უნდა თმების შეჭრა, მათ საყურადღებოდ მოდი აღვნიშნოთ, რომ კარგია 17, 18, 19 ივლისის დღეები. აი სამი დღე 17, 18, 19 პარასკევი, შაბათი, კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ. დარჩენ დღეებს თავი დაანებეთ ამ თვალსაზრისით.
და ეხლა დავუშვათ, მოდით აღვნიშნოთ ასევე ჩვენ მნიშვნელოვანი მოქმედებები, ანუ ეგრეთ წოდებული ფინანსური ეგრეგორის გაძლიერების დღეები, ფინანსური რიტუალები. როდის არის, რასთან არის დაკავშირებული და რას გვიქადიან? აი მოდი დავიწყოთ ესე, რომ ფინანსური რიტუალი 13-ში ხვალ რა იქნება მნიშვნელოვანი, მაგალითად ვალის დაბრუნება. კარგია. ეს მერე ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს გამოავლენს თქვენ ცხოვრებაში. 14 ივლისს სამშაბათს ასევე კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა ფულის ვალში გაცემა ანაღება, კრედიტის გაფორმება. ეს კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს მერე. 15 ივლისს 4 შაბათს აქ კაპიტალ დაბადებებს მოვარიდოთ. 16 ივლისს 5 შაბათს კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ სხვის საფულე შენ უჩაიხედავ. თქვენი საფულიდან წავა შემდგომ თანხები. 17 ივლისს მაგალითად ქველმოქმედება აი ეს იქნება ძალიან კარგი ფინანსური ეგრეგორის მოსაზიდად. ასევე 18-ში იქნება შაბათს ქველმოქმედება ნებისმიერი ძალიან კარგი, მაგრამ 18-ში არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. და კვირას 19 ივლისს აქაც ნებისმიერი ქველმოქმედება, ჩვენს ფინანსური თუნდაც თქვენი საქველმოქმედო აქცია, შემდგომ ორმაგ თანხებს მოგიტანთ. აი ესეც გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის დროს, ანგელოზის საათს, მოდი ავნიშნოთ, რომ ანგელოზის დრო ჩვენ გვაქვს 13-ში, ორშაბათს 19 საათიდან 9 წუთიდან 19 საათამდე 57 წუთამდე. ამ პერიოდში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს, ნუ ახნით ეს უკვე თქვენია, შეიძლება 10 წამი დაგჭირდეთ, შეიძლება მოანდობოთ ამას 9 საათი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. აქ ლოცვაც შეგიძლიათ და მიმართვა ფარველი ანგელოზისადმი. 14-ში 20 საათიდან 20 საათამდე 58 წუთამდე. 15 ივლისს 21 საათიდან 6 წუთიდან 21 საათამდე 55 წუთამდე. შემდეგ 16-ში დილის 7 საათიდან დილის 7 საათამდე 59 წუთამდე. 17-ში დილის 8 საათიდან 26 წუთიდან დილის 9 საათამდე 15 წუთამდე. 18-ში ანუ შაბათს უკვე დილის 9 საათიდან 34 წუთიდან დილის 10 საათამდე 30 წუთამდე. და 19-ში დილის 10 საათიდან 20 წუთიდან დილის 11 საათამდე და 11 წუთამდე. აი ეს არის ანგელოზის დრო, როცა თქვენ შეგიძლიათ შეგვიდეთ კონტაქტში თქვენს ფარველ ანგელოზთან, ილოცოთ კიდეც და თხოვნით მიმართოთ თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ეხლა მოდი აღვნიშნოთ, ესე იგი ჩვენ გახსოვთ რომ წინა გადაცემებში ქონდა საუბარი სამედიცინო ასტროლოგიაზე, მათი დაკავშირება პლანეტებთან, ასტროლოგიასთან და ასე შემდგომ და მათი ზეგავლენა მედიცინაზე. აი ახლა ჩვენ დავიწყეთ წინა ერთ-ერთ გადაცემაში ამას საუბარი, მე შევწყვიტე დროის უკანლობის გამო და ახლა შეგვიძლიათ უკვე გავაგრძელოთ. აი მაგალითად ის რაც ეხება კერდის არეის და კუჭს. კუჭის სურნელობისა და მასზე ქირურგიული манипуляციების ჩატარებისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ კუჭს ფარველობს თვარე და შესაბამისად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანი. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ზეგავლენა ამ ორგანოზე სასურველია არ დაემთხვეს იმ დღეებს, როდესაც თვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს. ვიმეორებ, იგივე ასწავლადასავლელში თუნდაც გაზეთში ყოველ ორ შაბათს მე ვაქვეყნებ და ყველა ჩემს პროგნოზებში თუ გინდათ რადიო ფორტუნაში აიგეთ ყველგან ეს ნახსენებია თვარე, სად იმყოფება, რა ზეგავლენას ახდენს და ასე შემდგომ. ოპერაციის შემთხვევაში სასურველია თვარე დაღმოვალ ფაზაში იმყოფებოდეს ნებისმიერ ნიშანში კირჩხიბისა და ნაწილობრივ ტყუპების ნიშნების გარდა. კერდის არე ადამიანის სხეულის საკმაოდ მრავალფუნქციური ადგილია, მასში შედის როგორც სარძევე ჯირკვლები, ასევე ნეკნები და გულიც კი. სარძევე ჯირკვლები ისევე როგორც კუჭი იმართება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით და შესაბამისად ოპერაციების ჩატარება სასურველია მოხდეს თვარის დაღმავალ ფაზაში. იმ დღეებში, როდესაც მნათობი არ გაივლის ტყუპებისა და განსაკუთრებით კირჩხიბის ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები ბოლომდე არ იქნება აღმოფრილი და შესაძლოა დიდხანს კიდევ საჭირო გახდეს კურნალობის გაგრძელება. გულს მიუხედავად იმისა, რომ კერდის არეში მდებარეობს, განსაკუთრებული როლი და პატივიც აქვს. მასზე პასუხისმგებლობა ყველაზე მედიდურ ნიშან ლომს ევალება. გული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის საიცოცხლო ფუნქცია. ამ ორგანოს ტკივილის დაზიანების ან ფუნქციონირების შეჩერების შემთხვევაში სასწრაფოდ აუცილებელი ხდება სამედიცინო ჩარევა და მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში კი ოპერაციის ჩატარება და ზოგჯერ ხელოვნური ხელსაწყოთის შეცვლაც კი, რათა ადამიანი ცოცხალი დარჩეს და განაგრძოს სრულფასოვანი ცხოვრება. ამიტომაც
გულის კურნალობის, განსაკუთრებით კი გულზე ოპერაციების და სხვა ქირურგიული მანიპულაციების ჩატარებისას განსაკუთრებით აუცილებელია სასურველი პერიოდის შერჩევა. Რა თქმა უნდა, არსებობს სიტუაციები, როდესაც კარგი პირობის გამოსათვლელად და დასავლოდებლად დრო არ არის და სასწრაფოდ აუცილებელია ოპერაციის ჩატარება, მაგრამ თუ დრო საშუალებას იძლევა, მაშინ გასათვალისწინებელია შემდგომი რეკომენდაცია. ოპერაციის ჩატარება გულზე სასურველი ამ მთვარის დაღმოვალ ფაზაში, ოღონდ მთვარე არ უნდა გადიოდეს ლომის ზოდიაქოს. რაც შეეხება ახლა მუცლის ღრუსა და ნაწლავთა სისტემას დიდწილად განსაზღვრავს ქალწულის ზოდიაქოს. სწორედ ამიტომ ამ ორგანოზე ოპერაციების ჩატარებისას სასურველია მთვარე არ გადიოდეს ქალწულის ზოდიაქოს. გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ სწორი ნაწლავი, რომელსაც მორიელის ნიშანი მფარველობს და მასზე ოპერაციების ჩატარება არ არის რეკომენდებული მორიელის შესაბამის დღეებში. მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლი არაორგანო, არამედ ჯირკვალი, მას მნიშვნელოვნად საცოცხლო ფუნქცია გააჩნია, რის გამოც ცალკეულად შეგვიძლია განვიხილოთ. მასზე პასუხისმგებელია მშვილდოსნის ზოდიაქო, რის გამოც მისი სიცოცხლის უნარიანობა დაქვეითებულია. სწორედ ამ დღეებში, როდესაც მთვარე ამ ნიშანს გადის, ამიტომაც სასურველია ქირურგიული ოპერაციები ღვიძლზე არ ჩატარდეს ამ დღეებში. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში, სასურველია მთვარე დაღმოვალ ფაზაში იმყოფებოდეს. თირკმელები და შარდის ბუშტი კი იმართება სასწორი ზოდიაქოს ნიშნით. ამიტომაც ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება სასურველია მოხდეს იმ დღეებში, როდესაც მთვარის მდებარეობა არ დაემთხვევა სასწორი ზოდიაქოს. რაც შეეხება სასქესო ორგანოებს, მათზე ასევე როგორც სწორ ნაწლავზე პასუხისმგებელია მორიელი. იმ დღეებში, როდესაც მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს, სასქესო ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება სასურველი არ არის, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. ასევე ამ დღეებში სასტიკად იგრძალება მშობიარობის დროზე ადრე ხელოვნურად შეწყვეტა, ანუ აბორტი. მას შედეგად შეიძლება მოხდეს უშვილობა, სეროზული დაავადებები და სხვადასხვა სახის გართულებები. ფეხების თეძვები, მოდი ასე ვთქვათ, თეძვებიდან იწყება და თეძვებსა და მენს კი მფარველობს შვილოსანი. შესაბამისად, მათზე ოპერაციის ჩატარება არ არის სასურველი იმ დღეებში, როდესაც მთვარე შვილოსნის ზოდიაქოს გადის. რაც შეეხება მუხლებს, მათ მფარველობს თხის სქესის ზოდიაქო. ასევე თხის სქესს პასუხისმგებელი ხერხემალზე, სახსრებზე. ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციები განსაკუთრებულად სეროზულია, რადგან შეეძლოა გამოიწვიოს ადამიანის სამუდაო დაინვალიდებაც კი. ამიტომაც ოპერაციის შემთხვევაში გართულებების თავიდან ასაცილებლად და სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებლად გასათვალისწინებელია მთვარის ფაზა და ის ნიშანი, რომელსაც დედამიწის თანამგზავრი გაივლის. ალბათ მიხვდით, რომ ამისათვის საუკეთესო პერიოდი მთვარის დაღმოვალი ფაზა, ოღონდ მთვარე არ უნდა იმყოფებოდეს თხის სქესის ზოდიაქოს ნიშანში. ფეხის ზედა ნაწილს, კერძოდ კი მენჯბარწახში ესაბამება მერწყული ზოდიაქო. ეს ნიშანი აგრეთვე პასუხისმგებელია ვენებზეც. ამის გამო ბარძახსა და ვენებზე ოპერაციების ჩატარებისას სასურველია მთვარე არ იმყოფებოდეს მერწყული ზოდიაქოში. ფეხის ქვედა მხარეს, წვიებსა და ტერფებს განაგებს თევზების ზოდიაქო. სწორედ იმ დღეებში, როდესაც მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს, ფეხები განსაკუთრებით ასუსტებული, ეგზნობა დაღლილობა და ტკივილი. ოპერაციების შემთხვევაში სასურველი ავერჩიოთ ის დღეები, როდესაც მთვარე არ გაივლის ამ ზოდიაქოს ნიშანს. და აი ეს ის ტენდენციებია, რომელიც ესე იგი ჩვენ ამ ხრივ ესე იგი დავასრულეთ ეს ინფორმაცია და უკვე იცით, რომ რა მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ასტროლოგია, როგორ არის დაკავშირებული მათ შორის მთვარის მდგომარეობასთან, ფაზებთან, ზოდიაქოს ნიშნებთან და ასე შემდგომ და ამის გასათვალისწინება რას უყოლია მეტად ხელს უწყობს ოპერაციების უფრო ნაყოფიერად ჩატარებას და თუნდაც კურნალობას ამ ორგანოებთან მიმართებაში. ნუ ერთიანობა ყოველ შემთხვევაში უკვე დავინახეთ, რაც არის, ნუ შეიძლება სამედიცინო ასტროლოგიაზე ტრაქტატებია დაწერილი ავიცენას მიერ, ბერონის მიერ, ჰიპოკრატეს მიერ და ამ ბევრი ნოსტრადამუსის მიერ, რომელიც პირველში ექიმი იყო და ასე შემდგომ. და ამიტომ შეიძლება ბევრი საუბარი, უბრალოდ მოკლე ინფორმაცია მოგაწოდეთ, აი დაუშვათ იგივე ოპერაციები და აი მთვარის ფაზა მათი ერთმანეთთან დაკავშირების კუთხით. Faccio sul prometi da meti e kimi uke erqvevas, faccio astrologiურ მოვლენას, faccio სამედიცინო ასტროლოგიაში და faccio რეკომენდაციებს აძლევს კიდეც კლინიკებში. რომ გაიარონ გარკვეული კონსულტაცია, მათ შორის ასტროლოგიური კუთხით, ხოლო მე აღარ ამბობ იმაზე, რომ უცხოეთში და მათ შორის შორს ვარ წავიდეთ, თუ გინდათ ეგრე მოსკოვში, აზერბაიჯანში, კლინიკებში პირდაპირ ყავთ უკვე ასტროლოგები, რომლებიც პირდაპირ სურვილებს აძლევენ მითითებებს, როდის ჯობია რა ოპერაციის ჩატარება, რა ორგანოსთან მიმართებაში, რა დღეებში და ექიმებმაც იციან და პაციენტებმაც და საჩუქრად ძალიან კარგად მიდის ყველაფერი ამ კუთხით, ესე იგი არანაირი პრობლემები არ იქნება ოპერაციის დროს.
ეხლა კიდე ერთი თემა, რომელსაც მოვასწრებთ იმედია, რადგან ჩვენ აუშვეთ, რომ ხვალ და ზეგ ცოტა რთული დღეებია, ანუ ახალმთვარეობის პერიოდია და პიკი გვაქვს 14 ივლისს, სამშაბათს, ესე იგი ხვალ, ზეგ და განსაკუთრებით ზეგ ვიყოთ ცოტა ყურადღებით ფრთხილად და ახალმთვარეობასთან დაკავშირებით არაფერი ახალი მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ, არავითარი სარისკო მოქმედებები, აქ ცოტა ტრაუმატული ტენდენციები გაზლიარდება, პროვოკაციებს არ აყვეთ, ჯანმრთელობას გავუფრთხილდით, განსაკუთრებით კუჭ-ნაზლავს და ასე შემდგომ და გავიაროთ ეს დღე სამშაბათი ფრთხილად, წინდახედულად, არანაირი დაუშვათ კონფლიქტები, არანაირი დაუშვათ პროვოკაციები და შემდგომ და ვეცადოთ რომ პოზიტიური განწყობით ჩავხვდეთ ამ დღეს. და თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს რის მიმართ ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, აი ამ ხვალინდელი ზეგინდელი დღეების მიმართ, პირველ რიგში, აი ვერც სწორად უსუსტება კუჭ-ნაზლავის ზონა. ამიტომ ვერძებობ ფრთხილად საკვებთან. ნუ მიიღებთ საკვებს, რომელიც ერთმანეთს პოპს, ან დაუშვათ ნერვიულობის ნიადაგზე, ნუ რაფერს ნუ მიირთმევთ. კუჭ-ნაზლავს გავუფრთხილდით, ესე იგი ჰიგიენა კუჭ-ნაზლავის ზამშვანი ამ პერიოდში და გავუფრთხილდით ხვალ და ზეგ ურთიერთობებს ახლობლებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან, რომ აქ არ შეიქმნას რაიმე კონფლიქტები. მაგრამ მზადიყავი თუ რაღაც პრობლემა საყოფაცხოვრებო შეიქმნა, მშვიდად გადაწყვეტეთ და არა მოუშალოთ ნერვების საკუთარ თავს და სხვებს. რისი ტენდენცია არის მაღალი, ოღონდ არა აუცილებლობა ამისა. მაგრამ არის და ამიტომ ჩვენ სარგებლოდ პრინციპით ვის გაფრთხილებულია, შეარაღებულია. და ამიტომ როცა უკვე იცით წინ და წინ მზად ხარ და ამას შვიდად ყველაფერს მიიღებ და ასე ვთქვათ გამოვასწორებთ რაც საჭიროა. კურო ზოდიაქოს რაც შეეხება ხვალ და ზეგ, კუროებო, ფეიკების ალბათობა გაქვთ მაღალი, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, არავის არ ენდოთ და ამის გარდა გავუფრთხილდით ურთიერთობებს მეზობლებთან, დებთან, ძმებთან მიმართებაში, აქ ცოტა შეიძლება სიტუაციები დაიძაბოს ზოგიერთ მეგობართანაც კი და ცოტა ფრთხილად მგზავრობის კუთხით და ხვალ და ზეგ ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ ხელშეკრულებაზე რაღაც ხელის მოწერა აუცილებელია, ყველა პუნქტს გადახედეთ, ისე არ მოაწერთ. თორე შეიძლება შეცდომა დაუშვათ. ჯგუფებს რაც შეეხება ხვალ და ზეგ თავი შევიკავოთ ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან, იმიტომ რომ აქ გასავალი ძალიან დიდი იქნება. და ახლა პურზე და მემაზე კვერცხზე ლაპარაკი არ არის. საუბარია რაღაც ცხელ საყიდლებზე და ასე შემდგომ ფინანსურ უაზრო ხარჯზე. ეს ყველაფერი განვახორციელოთ თუ მაინდამაინც 16 რიცხვიდან. ეხლა ფინანსებს გავუფრთხილდეთ თუ რაღაც ფინანსურ საქმიანობაში ხართ, ხვალ და ზეგ არავითარი ფინანსური მნიშვნელოვანი დაუშვათ საქმეები, ხელშეკრულებები ამასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ არ გააფორმოთ. რაც შეეხება კერჩხებს, კერჩხებებო პირველ რიგში ყურადღება საჭესთან, ნუ იჯირითებთ ამას მექცეთ ყურადღება და აკონტროლეთ თქვენი ემოცია, იმიტომ რომ თქვენი ფეთქებადი ზოგჯერ ხასიათცვალებადობა, იმიტომ რომ კერჩხებშია სწორედ ახალმთვარეობა, აქ შეიძლება თქვენმა ხასიათცვალებადობა, უცებმა ფეთქებადობამ, იმპულსურობამ მიჩინოს თავი, რაც შეიძლება გახდეს მერე არასასველი კონფლიქტების მიზეზი. დამხრივაც იღავით ყურადღებით. ლომის ზოდიაქოს ჭირდება ხვალ და ზეგ ენაზე კბილის დაჭერა, საიდუმლოს დაცვა, ზედმეტი არ ილაპარაკოთ თქვენი გეგმების, ემოციების, მდგომარეობის შესახებ და ასე შემდგომ და გავუფრთხილდით ურთიერთობებს მეგობრებთან, რათა აქაც სიტუაცია არ დაიძაბოს. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, იმიტომ რომ მოშორნეებს აქ არ ძინავთ. ქალწულს რაც შეეხება ხვალ და ზეგ ამ ახალმთვარეობის პერიოდებში არაფერი ახალი არ დაიწყოთ. არავითარი ახალი მნიშვნელოვანი საქმეები, ახალი პროექტები, ახალი დაუშვათ მეთოდოლოგია და ასე შემდგომ ახალი ნაცნობობაც კი არ იქნება სასურველით გადაიაროს ახალმთვარემ და მერე მიადექით დაუშვათ სიახლეებს და ახალ ნაცნობობას და არა იქამდე. რაც შეეხება სასწორებს, ძალიან ფრთხილად ხვალ და ზეგ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რათა აქ ურთიერთობა არ დაიძაბოს და ეს არ გახდეს თქვენი პროფესიონალური წინსვლის შეფერხების ერთ-ერთი ფაქტორი. გავუფრთხილდით განსაკუთრებით ძლოვან სისტემას, ხერხემალ სახსრებს და მკვეთრ მოძრაობებს სიმძიმეების აწევით მაქსიმალურად მოარიდეთ საკუთარი თავი. მორეალს რაც შეეხება ხვალ და ზეგ, კარგი იქნება თუ თავ შევიკავეთ მგზავრობისგან, მოგზაურობისგან, რათა აქ რაიმე სახის პრობლემები არ შეიქმნას ამ დროს და მოდით ამოვშოთ რომ მოერიდოთ სარკასტულ გამოთქმას თქვენი მხრიდან. განსაკუთრებით გავუფრთხილდით გისუსტებად ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ამიტომ სწორი კვება თქვენთვისაც იქნება ამ პერიოდში ფრიად და ფრიად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსნებო უპირველეს სკოლისა ენაზე კბილის დაჭერა ხვალ და ზეგ აუცილებელია. საკუთარი საიდუმლო არ გათქვათ, თუ იმოქმედებთ კულისებს მიღვა, იქნებით ნაცრისფერი კარდინალი უფრო მეტად მოიგებთ და ამშვათ ასევე ისიც რომ მოვერიდოთ ხვალ და ზეგ ინტიმურ კონტაქტებს. მათ შორის გაითვალისწინეთ ვენერიული დაავადებების ტენდენციაც მაღალია და ისიც აღნიშნოთ რომ განსაკუთრებით გავუფრთხილდით შარცასქესო რეპროდუქცია
რეპროდუქტულ სისტემას. ხვალდაზე ეს ზონები ცოტა გისუსტებათ. მორიელის ვოსიხდი შულოცის მერე მოდის თხისქა. თხისქებო პირველ რიგში ესე იგი მაქსიმალურად გავუფრთხილდით პარტნიორულ ურთიერთობებს. გინდათ ბიზნეს საქმე ან გინდათ სასკოლო ურთიერთობებს, აქ სიტუაცია უფრო მეტად იცავდება და ამიტომ ნუ იქნება ზედმეტად ხისტი პირდაპირი ჯიუტი და ასე შემო პირიქით მშვიდობიანად დიპლომატიით კომპრომისებით მოაგვარეთ ყველა სახის ამდაგვარი პრობლემები და ასევე აღნიშნოთ რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდით ყელის არეს ენდოკრინულ სისტემას აქ შედის ფარისებრი ჯირკვალი და თირკმელებს როგორც სულ ზონებს მერწყულს რაც შეეხება მერწყულებო ძალიან ყურადღებით ხვალდაზე კოლეგებთან ხელმძღვანელებთან რაც აქ სიტუაცია არ დაიძაბოს ნუ იქნება ზედმეტად ჯიუტი და გავუფრთხილდით ნაწლავთა სისტემას სწორი კვება თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ რამე მერე სახის ინტოქსიკაციებმა არაჩინონ თავი თევზებს რაც შეეხება აქ პირველ რიგში ხვალდაზე მაქსიმალურად ესეთ ჰარმონიული კონტაქტი დაამყაროთ სასქესო პარტნიორებთან და შვილებთან ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით გავუფრთხილდით თქვენ გულსიზარღვან სისტემას იმიტომ რომ ეს ზონა გისუსტებათ ამიტომ არავით არის ხვალდაზე აბანო საუნა სოლარიუმი არავით არის ზედმეტი გადაღლა და ნერვული ასე ვთქვათ დაძაბულობა საერთოდ ჯანმრთელობის კუთხით რამდენიმე ნიშანი გამოგჩა აი მაგალითად სასუნთქის სისტემა უსუსტება კუროს ამიტომ არავით არის თამბაქო და უხაერო სივრცეებში ხვალდაზე ხოლო ტყუპებს ყელის არ ენდოკრინული სისტემა აი ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღები და ცივ გაზიან სასმელებს მოერიდოთ და მკვისრის მკვეთრ-მოძრაობებსაც მოერიდოთ ტყუპებმა კერჩხებს ჭირდება ყურადღება თავის არის მიმართ თავის ტკივილებმა და მათ შორის წნევის პრობლემა ხვალდაზე შეიძლება მეტად იჩინონ თავი ამიტომ აკონტროლეთ წნევა რაც შეეხება ლომებს ფეხის ტერფები უსუსტება და ლიმფური სისტემა ამ ზონას ამ ნიშანს და ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღებით და რაც შეეხება ქალწულს ქალწულებო ვენები ისუსტებათ ხვალდაზე ამიტომ დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით ჯობია იაროთ ვიდრე იდგეთ და კიდევ სუსტება მხედველობა ძალიან ნუ გადაღლით თვალებს ესეც მნიშვნელოვანი პარამეტრია და ნერვული სისტემა სუსტება ამიტომ ეცადეთ რომ არ აყვეთ პროვოკაციებს და აკონტროლოთ საკუთარი ცოტა ემოცია და ნერვული სისტემა მეტად. აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ ეგ შემდეგ კვირისთვის. ხვალ დილით კიდევ ერთხელ გამეორდება 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დღევანდელი გადაცემა დაიდება YouTube-ზე და Facebook-ზე, აქედანაც ნახავთ. ხვალ იცით რომ დილით 15 წუთი 8 კლია 9 შევხვდებით ისევ ტელეიმედის ეთერში, მე გადავისვლებთ 20 წუთზე 10-სა დილით რადიო იმედში და მე დილის 10 საათზე შევხვდებით პოსტივის დილის გადაცემაში. პოსტივში შევხვდებით კიდევ 5 შაბათს დაახლოებით 9-დან 10-ის ნახევრამდე ამ პერიოდში დილით და ასევე რუსთავი 2 შუადღის გადაცემაში დაახლოებით 2-დან 3 საათამდე პარასკევ დღეს შევხვდებით ერთმანეთს რადიო ფორტუნა ყოველ დილით 3-ჯერ გაწვით ინფორმაციას ჩემი გახმოვანებით იმ დღის და იმ კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ და იცით რომ გაზეთი ასეულდასვალი ჟურნალი თბილისელები ასევე მოგაწვდიან ყოველ ორ შაბათს ინფორმაციას იმ კვირის ასტროპროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებული. აი ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით, ვინც გაფრთხილებულია, შეიარაღებული, ესე იგი ხვალდაზე გამორ დღეს გასწორდზე გინდას თხილად გავდივართ და 16-დან უკვე ვიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს და პრომეტად სასიკეთო ცვლილებების თვალშისაცემი გახდება. ამ ინფორმაციით სწორედ ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.